იესოს იგავები ძლიერი ისტორიებია, რომლებიც გვიხსნიან, ვინ არის ღმერთი და რა არის მარადიული სიცოცხლე. თუმცა, ჩვენ ხშირად არ ვსწავლობთ მათ. ზოგიერთი იგავი იგნორირებულია ან არ ბილდება, რადგან ძალიან არასასიამოვნოა. ისინი ხელს გვიშლიან კომფორტული ქრისტიანობით ცხოვრებაში და აჩვენებს, რომ ჩვენი სიტყვები ეწინააღმდეგება ჩვენს ქმედებებს. იესო იგავებს გასამარტივებლად არ ყვებოდა. პირიქით, ის იყენებდა მათ სიმართლის დასამალად მათთვის, ვინც არ უსმენდა და ღრმა საიდუმლოებების გასამხელად მათთვის, ვინც გულწრფელად ეძებდა მას. ეს ისტორიები გამოწვევას უქმნიდა ამაყებს და ანუგეშებდა მათ, ვინც იტანჯებოდა. ამ კვლევაში ჩვენ განვიხილავთ 12 ასეთ იგავს. ისინი სარკეების მსგავსია, რომლებიც ავლენენ ჩვენს გულებს, ჩვენი რწმენის გულწრფელობას და ღვთისმსამეფოსადმი ჩვენი ერთგულების ხარისხს. თითოეული იგავი არის გაკვეთილი, რომელიც გვარწმუნებს და მოგვიწოდებს შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. მოდით ვიყოთ გახსნილები ამ ჭეშმარიტებების მიმართ. ვენახის მუშების იგავი. ღვთისმადლი შეურაცხყოფს ჩვენს სამართლიანობის გრძნობას. მათეო 20:1-16. იესო მოგვითხრობს მეპატრონის ისტორიას, რომელიც მუშებს დღის სხვადასხვა დროს ქირაობს. ზოგი დილით ადრე მუშაობს, ზოგი შუადღისას, ზოგი კი ბოლო საათშია დაქირავებული. თუმცა, როდესაც გადახდის დრო დგება, ყველა ერთნაირ ხელფასს იღებს. ისინი, ვინც მთელი დღე იმუშავა, აღშფოთებულები არიან და თავს მოტყუებულად გრძნობენ. მაგრამ მეპატრონე პასუხობს, განა არ მაქვს უფლება, ჩემი ხელით რაც მინდა გავაკეთო? ან შენი თვალი ბოროტია, რადგან კეთილი ვარ. ეს იგავი მკაცრ ჭეშმარიტებას ავლენს, ღვთისმადლი არ მოქმედებს ადამიანური სამართლიანობის შესაბამისად. ის შეურაცხყოფს ჩვენს სამართლიანობის გრძნობას, რადგან დამსახურების მიხედვით ვფიქრობთ. მაგრამ ღვთის სამეფო არ არის აგებული იმაზე, რასაც ჩვენ ვშოულობთ. ის აგებულია იმაზე, რასაც ის უსასყიდლოდ გვაძლევს. მთელი დღე შრომით დაკავებულები წარმოადგენენ მათ, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. დაგვიანებულები წარმოადგენენ მათ, ვინც ქრისტესთან მოდის თავის უკანასკნელ წუთებში. და იესო აცხადებს, რომ ორივე ერთსა და იმავე საჩუქარს იღებს მარადიულ სიცოცხლეს. ეს უსამართლობა არ არის. ეს მადლია. მადლი განმარტებით დაუმსახურებელია. ის აჯილდოებს არა ძალისხმევის მიხედვით, არამედ მჩუქებლის კეთილშობილების მიხედვით. ეს იგავი ააშკარავებს დიდი ხნის მორწმუნეთა გულებში არსებულ სიამაყეს. ის ეჭვქვეშ აყენებს იმ აზროვნებას, რომელიც ამბობს, მე მეტი გავაკეთე, ამიტომ მეც ვიმსახურებ. ის რელიგიურ მემარჯვენეებს უპირისპირდება და გვახსენებს, რომ არავინ იმსახურებს ხსნას. ჩვენ ყველანი დაუმსახურებელი კეთილგანწყობის მიმღებები ვართ. კითხვა, რომელსაც იესო სვამს, გამჭოლია, ან შენი თვალი ბოროტია, რადგან მე კეთილი ვარ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაბრაზებული ხარ, რადგან ღმერთი გულუხვია. ეს გაკვეთილი მოგვიწოდებს თავმდაბლობისა და მადლიერებისკენ. სხვებთან შედარების ან ჩვენი ღირებულების ჩვენი ქმედებებით გაზომვის ნაცვლად, უბრალოდ მადლიერებით უნდა მივიღოთ ღვთისმადლი. ადრე მოვალთ თუ გვიან, ყველანი ერთი და იგივე წყალობით ვართ გადარჩენილები. გავიხაროთ მისი სიკეთით და არ ვიწუწუნოთ ამაზე. იგავი ნული მეგობრისთვის შუაღამისას. ლოცვაში შეუპოვრობა აუცილებელია. ლუკა 11:5-8. იესო მოგვითხრობს კაცზე, რომელიც შუაღამისას მეგობართან მიდის და მოულოდნელი სტუმრის გამოსაკვებად პურს თხოვს. შიგნით მყოფი მეგობარი თავდაპირველად უარს ამბობს და ეუბნება, ნუ შემაწუხებ, კარი უკვე ჩაკეტილია და ჩემი შვილები ჩემთან არიან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე. მაგრამ კაცის შეუპოვრობის გამო მეგობარი საბოლოოდ დგება და აძლევს მას იმას, რაც სჭირდება. იესო ამ იგავს ძლიერი დაპირებით აგრძელებს, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით და აკაკუნეთ და კარი გაგიღებენ. მაგრამ გაკვეთილი მხოლოდ თხოვნას არ ეხება. საქმე შეუპოვრობას ეხება. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც შეუპოვრობა, ასევე შეიძლება ნიშნავდეს უსირცხვილო გაბედულებას. ეს იგავი გვასწავლის, რომ ეფექტური ლოცვა მოითხოვს არა მხოლოდ შემთხვევით თხოვნას. ის მოითხოვს მონდომებას, რწმენას და უარის თქმას დანებებაზე. ბევრი მორწმუნე ერთხელ ლოცულობს და შემდეგ წყვეტს ლოცვას, როდესაც მყისიერ შედეგს ვერ ხედავს. მაგრამ იესო მოგვიწოდებს, რომ განვაგრძოთ თხოვნა, ციება და კაკუნი. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ღმერთი არ სურს პასუხის გაცემა, არამედ იმიტომ, რომ შეუპოვრობა ავლენს ჩვენი რწმენის სიღრმეს და ჩვენი სურვილის გულწრფელობას. როდესაც ლოცვაში დაჟინებით ვლოცულობთ, ვაჩვენებთ, რომ ჭეშმარიტად გვჯერა, რომ ღმერთს შეუძლია და იმოქმედებს კიდეც.
ეს იგავი ასევე ეჩქვეშ აყენებს ზედაპირულ ლოცვით ცხოვრებას, რომელიც თანამედროვე ქრისტიანობის დიდ ნაწილს ახასიათებს. ჩვენ გვინდა მყისიერი პასუხები, სწრაფი გამოსწორებები და მარტივი კურთხევები. მაგრამ ღვთის სამეფო მოქმედებს შეუპოვრობის, მოთმინებისა და ურყევინდობის საფუძველზე. ღმერთი არ არის სავაჭრო აპარატი. ის არის მამა, რომელიც პასუხობს თავისი შვილების ტირილს, განსაკუთრებით მათ, ვინც ტირილის შეწყვეტას არ აპირებს. გაკვეთილი ნათელია, ნუ დაკარგავთ გულს ლოცვაში. ნუ დანებდებით, როდესაც პასუხი აგვიანებს. განაგრძეთ კაკუნი, განაგრძეთ ციება და განაგრძეთ თხოვნა. ღმერთი ისმენს და ის თავის იდეალურ დროს გიპასუხებთ. ლოცვაში შეუპოვრობა არ არის სუსტი რწმენის ნიშანი. ეს ღრმა რწმენის ნიშანია, რომელიც სჯერა, რომ ღმერთი ერთგულია, მაშინაც კი, როდესაც პასუხი ჯერ კიდევ არ ჩანს. მდიდარი სულელის იგავი. სიცოცხლე დაგროვებით არ იზომება. ლუკა 12:16-21. იესო მოგვითხრობს მდიდარი კაცის ისტორიას, რომლის მიწამაც უხვი მოსავალი მოიტანა. სიმდიდრის სასარგებლოდ გამოყენების ნაცვლად ის გადაწყვეტს ბეღლების დანგრევას და უფრო დიდი ბეღლების აშენებას მთელი თავისი ქონების შესანახად. ის თავისთვის ამბობს, სულ, ბევრი სიმდიდრე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისთვის მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. მაგრამ ღმერთი ეუბნება მას, სულელო. ამ ღამეს შენ სულს მოგთხოვენ ვის ექნება ის, რაც დააგროვე? ეს იგავი ეწინააღმდეგება მცდარ წარმოდგენას, რომ უსაფრთხოება სიმდიდრეშია შესაძლებელი. მდიდარმა კაცმა ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა. პირველი, მან თავის სულს ისე ესაუბრა, თითქოს მას მატერიალური ნივთებით დაკმაყოფილება შეეძლო. მეორე, მან იფიქრა, რომ საკუთარ მომავალს აკონტროლებდა. ორივე ვარაუდით ტრაგიკულად მცდარი იყო. იმავე ღამეს ის გარდაიცვალა და მისმა ყველა დანაზოგმა აზრი დაკარგა. იესო იგავს ამთავრებს ფხიზელი განცხადებით, ასეა კაცი, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და არ არის მდიდარი ღვთის წინაშე. პრობლემა თავად სიმდიდრეში კი არა, არამედ იმაშია, თუ რას ვენდობით და როგორ ვიყენებთ იმას, რაც გვაქვს. მდიდარი კაცი თავისთვის ცხოვრობდა, უგულებელყოფდა ღმერთს და სხვებს. მან მთელი თავისი ცხოვრება დროებით უსაფრთხოებაზე ააგო და საბოლოოდ ყველაფერი დაკარგა. ეს იგავი მატერიალიზმს ეჩქვეშ აყენებს. ჩვენ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელიც წარმატებას ქონებასთან აიგივებს. მაგრამ იესო ამას სისულელეს უწოდებს. ჭეშმარიტი სიმდიდრე იზომება არა იმით, რაც გვაქვს, არამედ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობით და სხვების მიმართ ჩვენი კეთილშობილებით. კითხვა, რომლის წინაშეც იესო გვაყენებს, არის, რისთვის ცხოვრობ? თუ უფრო დიდი ბეღლების აშენებაზე, მეტის დაგროვებასა და საკუთარი კომფორტის უზრუნველყოფაზე გაამახვილებ ყურადღებას, სულელის გზაზე დგახარ. მაგრამ თუ მარადისობაში ინვესტირებას განახორციელებ, გიყვარს ღმერთი, ემსახურების ხვებს და ზეცაში საგანძურს აგროვებ, სიბრძნით დადიხარ. სიცოცხლე ხან მოკლეა და სიკვდილი გარდაუვალია. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას ტოვებ, არამედ ის, რასაც წინ აგზავნი. იგავი ქორწილის შესახებ. ბევრი მოწვეულია, ცოტა რჩეული. მათეო 22:1-14. იესო მოგვითხრობს მეფეზე, რომელმაც თავისი შვილისთვის ქორწილის ნადიმი მოაწყო. მან მოსაწვევები გაგზავნა, მაგრამ მოწვეულებმა უარი თქვეს მოსვლაზე. ზოგიერთმა მოწვევა არ მიიღო, სხვები ძალიან დაკავებულები იყვნენ საკუთარი საქმეებით, ზოგიერთმა კი მაცნეებიც კი მოკლა. პასუხად, მეფემ გაანადგურა ეს მკვლელები და ყველა, ვისაც კი იპოვიდა, ბოროტიც და კეთილიც, საქორწილო დარბაზის შესავსებად მიიწვია. მაგრამ როდესაც მეფე შევიდა, მან შენიშნა კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსი არ ეცვა. მეფემ ჰკითხა, მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწილო სამოსის გარეშე? კაცი ენა ჩაუვარდა. მეფემ ბრძანა მისი შეკვრა და ციხეში ჩაგდება, სადაც ტირილი და კბილების რჭენა იქნებოდა. იესო ასკვნის, რადგან ბევრია მოწვეული, მაგრამ ცოტა რჩეული. ეს იგავი ძალიან შემაშფოთებელია, რადგან აჩვენებს, რომ ყველა, ვინც ღვთის მოწვევას გამოეხმაურება, არ შევა სამეფოში. საქორწინო სამოსელი წარმოადგენს სიმართლეს არა ჩვენსას, არამედ ქრისტეს სიმართლეს, რომელსაც რწმენით ვიღებთ. შიშველი კაცი წარმოადგენს მათ, ვინც ღმერთთან საკუთარი პირობებით მიდის და უარს ამბობს იმ სიმართლით შემოსილზე, რომელსაც მხოლოდ ქრისტე იძლევა. ეს იგავი ეწინააღმდეგება გავრცელებულ რწმენას, რომ ყველა, ვინც ლოცვას კითხულობს, ან ეკლესიაში დადის, ავტომატურად გადარჩება. მაგრამ იესო ნათლად ამბობს, სამეფოში შესვლა უბრალოდ მოსვლაზე მეც მოითხოვს. ეს მოითხოვს ქრისტეში შემოსილს, მორჩილებით ცხოვრებას და ღვთის ავტორიტეტისადმი მორჩილებას. გაკვეთილი საფიქრალია, ბევრია მოწოდებული, მაგრამ ცოტა არჩეული.
ღვთისმოწვევა ყველას ეგზავნება, მაგრამ ყველა არ მიიღებს მას მისი პირობებით. ზოგი შეეცდება სამეფოში შესვლა საკუთარი პირობებით, საკუთარი დამსახურებით და უარყოფილი იქნება. ჭეშმარიტი ხსნა არ არის უბრალოდ იესოს რწმენა. ეს არის მისი მიერ ტრანსფორმაცია, მისი სიმართლით სიარული და მისი ბატონობისადმი სრული მორჩილება. ეს იგავი მოგვიწოდებს გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი. ჭეშმარიტად ვართ შემოსილნი ქრისტეში, თუ ვცდილობთ სამეფოში შესვლას ჩვენივე ძალით? ღვთისმადლი უფასოა, მაგრამ იაფი არ არის. ის მოითხოვს ერთგულებას, მონანიებას და მართალ ცხოვრებას, რომელთა მოტანა მხოლოდ მას შეუძლია. იგავი შეუნდობელი მონის შესახებ. პატიებაზე შეთანხმება შეუძლებელია. მათე 18:21-35. პეტრე ეკითხება იესოს, რამდენჯერ უნდა აპატიოს მის წინააღმდეგ შესწოდავს, 7-ჯერ, იესო პასუხობს, არ გეუბნები 7-ჯერ, არამედ 70-ზე 7-ჯერ. შემდეგ ის ყვება იგავს მონის შესახებ, რომელსაც ბატონს უზარმაზარი თანხა 10,000 ტალანტი ემართა, რომლის დაბრუნება შეუძლებელი იყო. მონამ შეწყალება ითხოვა და ბატონმა მთელი ვალი აპატია. მაგრამ შემდეგ იგივე მონა გამოვიდა და იპოვა კაცი, რომელსაც მცირე თანხა 100 დინარი ემართა. ყელში ჩაავლო ხელი და გადახდა მოსთხოვა. როდესაც ბატონმა ეს შეიტყო, გაბრაზდა. უკან დაიბარა მონა და უთხრა, ბოროტო მონა, მთელი ეს ვალი გაპატიე, რადგან მთხოვე. არ უნდა შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შეგიწყალე? შემდეგ ბატონმა ის მტანჯველებს გადასცა, სანამ მთელ ვალს არ დაფარავდა. იესო ამთავრებს შემაძრწუნებელი გაფრთხილებით, ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ თითოეული თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას. ეს იგავი ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელია წმინდა წერილში, რადგან ის მიტევებას უპირობოს ხდის. ბევრ მორწმუნეს სურს შეინარჩუნოს სიმწარე, წყენა და ბოროტება მთელი ამ ხნის განმავლობაში ღვთისგან მიტევების მოლოდინში. მაგრამ იესო ნათლად აცხადებს, თუ სხვებს არ ვაპატიებთ, ჩვენ არ გვეპატიება. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მიტევება ხსნას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი გადარჩენის რწმენა მიმტევებელ გულს წარმოშობს. ჩვენი ვალი ღვთის წინაშე უსასრულოა. ჩვენ შევცოდეთ წმინდა, მართალი და მარადიული ღმერთის წინაშე. და ამ ცოდვის სიმძიმე განუზომელია. მაგრამ ღმერთმა თავისი წყალობით სრულად გვაპატია იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით. მაშ, როგორ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ მცირე დანაშაულების პატიებაზე, რომლებსაც სხვები ჩვენს წინააღმდეგ სჩადიან. ეს იგავი აშკარავებს იმ ადამიანების თვალთმაქცობას, რომლებიც აცხადებენ, რომ იციან ღვთისმადლი, მაგრამ უარყოფენ მას სხვებისთვის. ეს მოგვიწოდებს გამოვიკვლიოთ ჩვენი გულები და ვკითხოთ საკუთარ თავს, არის ვინმე, ვისაც არ ვაპატიებ? ხომ არ ვინახავს სიმწარეს? თუ ასეა, ჩვენ ქრისტეს მცნებისადმი პირდაპირ დაუმორჩილებლობაში ვცხოვრობთ. მიტევება ნამდვილი რწმენის ნიშანია. მათ, ვისაც ნამდვილად ეპატიებათ, არ შეუძლიათ არ აპატიონ სხვებს. 10 ქალწულის იგავი. ნებისყოფა არ შეიძლება ნასესხები იყოს. მათე 25:1-13. იესო 10 ქალწულის ისტორიას ყვება, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გავიდნენ საქმროს შესახვედრად. 5 ბრძენი იყო და ზეთი მოიტანა. 5 უგუნური იყო და ზეთი არ წაიღეს. როდესაც საქმრო დაყონდა, ყველა ჩაეძინა. შუაღამისას ზახილი გაისმა, აჰა, საქმრო მოდის. გამოდით მის შესახვედრად. ბრძენმა ქალწულებმა ლამპრები მოამზადეს, მაგრამ უგუნურებმა მიხვდნენ, რომ ზეთი არ ჰქონდათ. მათ სთხოვეს ბრძენებს გაეზიარებინათ, მაგრამ ბრძენებმა უარი თქვეს და თქვეს, თუმცა ჩვენთვის და თქვენთვის არ იქნება საკმარისი, წადით გამყიდველებთან და იყიდეთ თქვენთვის. სანამ უგუნური ქალწულები ზეთის საყიდლად იყვნენ გასულები, საქმრო მოვიდა და მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო ნადიმზე. კარი ჩაკეტილი იყო. მოგვიანებით, უგუნური ქალწულები მივიდნენ და შესწახეს, უფალო, უფალო, გაგვიღე. მაგრამ მან უპასუხა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ. ეს იგავი სულიერი მზადყოფნის შესახებ მკაცრი გაფრთხილებაა. ზეთი წარმოადგენს სულიწმინდას, ჭეშმარიტ რწმენას და ღმერთთან ნამდვილ ურთიერთობას. ბრძენი ქალწულები მომზადებულები იყვნენ, რადგან მათ ეს ურთიერთობა განავითარეს. უგუნურ ქალწულებს ლამპრები ჰქონდათ. ისინი მორწმუნეებს გავდნენ, მაგრამ ზეთი არ ჰქონდათ. მათ რწმენის გარეგნობა ჰქონდათ არსებითი არსების გარეშე. ამ იგავის ყველაზე ფხიზელი ნაწილი ის არის, რომ მზადყოფნის სესხება შეუძლებელია. უგუნურმა ქალწულებმა ბრძენებს სთხოვეს, გაეზიარებინათ თავიანთი ზეთი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი ურთიერთობა ღმერთთან. არ შეიძლება დაეყრდნო მშობლების რწმენას, მოძღვრის ლოცვებს ან ეკლესიაში დასწრებას. თქვენ უნდა გქონდეთ ზეთი თქვენს საკუთარ ლამპარში. ეს იგავი ეჭვქვეშ აყენებს თვითკმაყოფილებას, რომელიც თანამედროვე ქრისტიანობის დიდ ნაწილს ახასიათებს. ბევრი ფიქრობს, რომ მზად არის უბრალოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებს. მაგრამ იესო აფრთხილებს, რომ როდესაც ის დაბრუნდება, ბევრი მოუმზადებელი აღმოჩნდება. საკითხავი არ არის, კარგად დაიწყეთ თუ არა, არამედ ის, მზად ხართ თუ არა ახლა. ყოველდღიურად ცხოვრობთ ღმერთთან ზიარებით. თქვენი ლამპარი ზეთით არის სავსე. თუ წარსულ გამოცდილებაზე ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა? გაკვეთილი ასეთია, ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, როდესაც კაცის ძე მოვა. სულიერი მზადყოფნა არ არის ის, რაც ბოლო წუთს მოიპოვება. ის ყოველდღიური მორჩილებით, ლოცვითა და თავგანწირვით ყალიბდება. ნუ დაელოდებით, სანამ ძალიან გვიან არ იქნება. მოამზადეთ თქვენი გული ახლავე და შეინარჩუნეთ თქვენი ლამპარი ანთებული. ტალანტების იგავი. ღმერთი ელის სანაცვლოს იმის, რასაც გასცემს. მათეო 25:14-30. იესო მოგვითხრობს კაცის ისტორიას, რომელმაც შორეულ ქვეყანაში მოგზაურობისას თავის მონებს ფული მათი შესაძლებლობების მიხედვით ანდო. ერთ მონას 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და მესამეს 1. 5 ტალანტის მქონე მონამ ისინი ჩადო და კიდევ 5 შეიძინა. 2 ტალანტის მქონე მონამ იგივე გააკეთა და კიდევ 2 შეიძინა. მაგრამ 1 ტალანტის მქონე მონამ 2 მოამოთხარა და მიწაში ჩამარხა. როდესაც ბატონი დაბრუნდა, მან პირველი 2 მონა შეაქო და უთხრა, კარგად გააკეთე, კეთილო და ერთგულო მონავ. მცირედში ერთგული იყავი, ბევრ რამეზე დაგადგენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მაგრამ მონას, რომელმაც თავისი ტალანტი დამარხა, ბატონმა უთხრა, ბოროტო და ზარმაცო მონავ. მან აიღო ტალანტი და მისცა 10 ტალანტის მქონეს. ეს იგავი ავლენს სიმართლეს, ღმერთი პასუხს მოგთხოვს იმისთვის, რაც მოღწა. ყველა მორწმუნეს მიანდო ნიჭი, შესაძლებლობები, დრო და რესურსები. კითხვა ასეთია, რა ვქნათ მათთან? ჩავდოთ ისინი ღვთის სამეფოსთვის? თუ შიშის სიზარმაცის ან გულგრილობის გამო დავმარხოთ? მსახურმა, რომელმაც თავისი ნიჭი დამარხა, საბაბი მოიყვანა. მან ბატონის ხასიათი დაადანაშაულა, მას მკაცრი და მომთხოვნი უწოდა. მაგრამ ბატონის პასუხი ნამდვილ პრობლემას ავლენს, ის ზარმაცი და ურწმუნო იყო. მან არაფერი გააკეთა, რადგან ნამდვილად არ იცნობდა და არ ენდობოდა თავის ბატონს. ეს იგავი აშკარავებს პოტენციალის ფუჭად ხარჯვის საფრთხეს. ღმერთი არ გვაძლევს ნიჭს შესანახად ან დასამალად. ის გვაძლევს მათ მისი დიდებისთვის გასამრავლებლად. ბევრი მორწმუნე ისე ცხოვრობს, თითქოს ღვთის ნიჭები არჩევითია. მათ აქვთ ნიჭი, გავლენა და შესაძლებლობები, მაგრამ არაფერს აკეთებენ მათით. ისინი კმაყოფილდებიან ეკლესიაში ჯდომით, სწავლებების ათვისებით და კომფორტულად ცხოვრებით, არასდროს დებენ ინვესტიციას სამეფოში. მაგრამ იესო ნათლად ამბობს, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება. ჩვენ ყველანი წარვდგებით ღვთის წინაშე და ანგარიშს ჩავაბარებთ იმის შესახებ, რაც მან მოგცა. ეს გაკვეთილი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. რა დაგვავალათ ღმერთმა? მისი დიდებისთვის იყენებ თუ მიწაში მალაო? ჭეშმარიტი ერთგულება იმით კი არ იზომება, რამდენი გაქვს, არამედ იმით, თუ რას აკეთებ მასთან. ნუ დაემსგავსები ბოროტ მსახურს, რომელმაც ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა. იყავი ერთგული, გულმოდგინე და ყველაფერი, რაც გაქვს, ღვთის სამეფოსთვის ჩადე. ფარისევლისა და მებაჟეს იგავი. სიამაყე აბრმავებს, თავმდაბლობა კი ხსნის. ლუკა 18:9-14 იესო იგავს უყვება მათ, ვინც თავის მართლებად თვლიდა თავს და სხვებს სძულდა. ტაძარში 2 კაცი შევიდა სალოცავად, ერთი ფარისეველი, მეორე მებაჟე. ფარისეველი წამოდგა და ჩუმად ლოცულობდა, ღმერთო გმადლობ, რომ ისეთი არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები არიან, ძარცველები, უსამართლოები, მრუშები ან თუნდაც ეს მებაჟე. კვირაში 2 ჯერ ვმარხულობ და მე-10-ს ვიხდი მთელი ჩემი ქონებიდან. შორიდან მდგომა მებაჟემ თვალების ცაში აწევაც კი ვერ მოინდომა, კერძზე ირტყამდა და ყვიროდა, ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი. იესო აცხადებს, რომ სახლში გამართლებული წავიდა მებაჟე და არა ფარისეველი, რადგან ყველა, ვინც თავს ამაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაინდაბლებს, ამაღლდება. ეს იგავი რელიგიური სიამაყის გულს ურტყამს. ფარისეველი სინამდვილეში არ ლოცულობდა ღმერთს. ის თავისთვის ლოცულობდა, ჩამოთვლიდა თავის მიღწევებს და სხვებს ადარებდა თავს.
მისი ლოცვა სავსე იყო თვითმართლებით და არა მონანიებით. გადასახადების ამ კრებს, პირიქით, მხოლოდ წყალობის სასოწარკვეთილი მოთხოვნილება ჰქონდა. მან აღიარა თავისი ცოდვა, უღირსობა და ღვთისმადლზე დამოკიდებულება. იესო ნათლად ამბობს, გადასახადების ამ კრეფი იყო ის, ვინც სახლში გამართლებული დაბრუნდა. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთი ეწინააღმდეგება ამაკებს და მადლს აძლევს თავმდაბლებს. ფარისევლის კეთილსაქმეებს არაფერი ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ისინი სიამაყით იყო გამოწვეული. მებაჟეს მოწყალების მარტივი ვედრება ყველაფერს ნიშნავდა, რადგან ის გატეხილი და თავმდაბალი გულიდან მოდიოდა. ეს იგავი გამოწვევას უქმნის მათ, ვინც თავის სულიერებას გარეგანი მოქმედებით მონახულებით, გაცემით, მსახურებით ზომავს, გულის მდგომარეობის უგულებელყოფით. ისავლენ შედარების საფრთხეს, სხვებს უყურებს და ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში მე მათნაირი არ ვარ. ჭეშმარიტი სიმართლე არ მოდის იმიდან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არამედ იმიდან, რაც ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის. გაკვეთილი თავმდაბლობაა, ჩვენ ყველანი მათხოვრები ვართ ღვთის წინაშე. არავის აქვს საამაყო რამ. ხსნა მხოლოდ მადლითაა, მხოლოდ რწმენით, მხოლოდ ქრისტეში. როგორც კი საკუთარ სიკეთეზე დაყრდნობას ვიწყებთ, ღვთისმადლის საზღვრებს გავწდებით. მაგრამ როდესაც თავს დავმდაბლებთ, ვაღიარებთ ჩვენს სოდვას და წყალობას ვითხოვთ, აღმოვაჩენთ, რომ ღმერთი მზადაა და მზადაა გვაპატიოს. კეთილი სამარიელის იგავი. სიყვარული საქმეებით დამტკიცდება და არა ქონებით. ლუკა 10:25-27. კაცი ეკითხება იესოს, ვინ არის ჩემი მოყვასი? პასუხად, იესო ყვება კაცის ისტორიას, რომელსაც იერუსალიმიდან იერიხონში მიმავალ გზაზე ქურდები თავს დაესხნენ, გააშიშვლეს, სცემეს და ნახევრად მკვდარი დატოვეს. მღვდელმა გაიარა, დაინახა იგი და გაიარა. ლევიანმაც იგივე გააკეთა. მაგრამ სამარიელი, რომელსაც ებრაელები სცულდა, მიუახლოვდა კაცს, შეებრალა, ჭრილობები შეუხვია, სასტუმროში წაიყვანა და მკურნალობის ხარჯები გადაიხადა. შემდეგ იესო ეკითხება, შენი აზრით, ამ სამიდან რომელი იყო მოყვასი იმ კაცისა, რომელიც ქურდებს ჩაუვარდა? კაცი პასუხობს, ის, ვინც მას შეწყალება გამოუცხადა. იესო პასუხობს, წადი და ასევე მოიქეცი. ეს იგავი რელიგიურ და რასობრივ ცრურწმენებს ეჩუქეშაყენებს. მღვდელმა და ლევიანმა, ორივე რელიგიურმა ლიდერმა, არ გამოავლინეს შეწყალება. სამარიელი, რომელიც გარიყულად და მტრად ითვლებოდა, იყო ის, ვინც ჭეშმარიტი თანაგრძნობით მოქმედებდა. იესომ განზრახ აირჩია სამარიელი თავის გმირად, რათა გამოიაშკარავებინა იმ ადამიანების თვალთმაქცობა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უყვარდათ ღმერთი, მაგრამ უარს ამბობდნენ მოყვასის სიყვარულზე. გაკვეთილი ნათელია, სიყვარული არ არის ის, თუ ვინ ხარ, არამედ ის, რასაც აკეთებ. არ არის საკმარისი სწორი თეოლოგიის ქონა, სწორი ეკლესიის მონახულება ან სწორი ტიტულის ქონა. ჭეშმარიტი სიყვარული ქმედებით ვლინდება. მღვდელსა და ლევიანს სავარაუდოდ საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდათ. შესაძლოა ისინი ჩქარობდნენ, ან ეშინოდათ ცერემონიალურად უწმინდურების გახდომის. მაგრამ იესო ნათლად აცხადებს, რომ წყალობა რიტუალზე მაღლა დგას და თანაგრძნობა მოხერხებულობაზე მაღლა დგას. ეს იგავი გვაიძულებს ვიკითხოთ, ვინ არის ჩემი მოყვასი? პასუხი, ნებისმიერი გაჭირვებული რასის, რელიგიის ან სოციალური სტატუსის მიუხედავად. ის მოგვიწოდებს ჩავერთოთ, გავწიროთ თავი, ყველაფერი გავაკეთოთ გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად. კეთილ სამარიელს უბრალოდ არ ებრალებოდა კაცი. ის მოქმედებდა. მან თავისი დრო, რესურსები და ენერგია გამოიყენა სიცოცხლის გადასარჩენად. ჭეშმარიტი რწმენა ხილულია. ის მაშინ ვლინდება, როდესაც ვინმე სჭირდება. ის საზღვრებს კვეთს, კედლებს ანგრევს და უპირობოდ უყვარს. თუ ღვთისადმი ჩვენი სიყვარული სხვების სიყვარულამდე არ მიგვიყვანს, ეს ნამდვილი სიყვარული არ არის. იესო არ მოგვიწოდებს თანაგრძნობისკენ. ის მოგვიწოდებს, რომ თანაგრძნობის შესაბამისად ვიმოქმედოთ. წადით და თქვენც ასევე მოიქეცით. თესველის იგავი. ყველა, ვინც ისმენს, ნაყოფს ვერ გამოიღებს. მათე 13:3-23. იესო მოგვითხრობს იგავს მთესველზე, რომელიც გავიდა თესლის დასათესად. ზოგი თესლი გზის პირას დაეცა და ფრინველები მოვიდნენ და შეჭამეს. ზოგი კლდოვან მიწაზე დაეცა, სადაც სწრაფად აღმოცენდა, მაგრამ გახმა, რადგან ფესვი არ ჰქონდა. მესამედი ეკლებში დაეცა და დაახრჩვა. ზოგი კი კარგ მიწაზე დაეცა და მოსავალი გამოიღო, ზოგი 30-ას, ზოგი 60-იანას, ზოგი კი 100-ად. იესო განმარტავს, რომ თესლი ღვთის სიტყვაა და სხვადასხვა ნიადაგი მასზე განსხვავებულ რეაქციას წარმოადგენს.
გზისპირა წარმოადგენს მათ, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ვერ ხვდება და ბოროტი იტაცებს მას. კლდოვანი ნიადაგი წარმოადგენს მათ, ვინც სიტყვას სიხარულით იღებს, მაგრამ ფესვი არ აქვს. ამიტომ ისინი ცდებიან, როდესაც გასაჭირი მოდის. ეკლიანი ნიადაგი წარმოადგენს მათ, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავი და სიმდიდრის ცდუნება ახშობს მას და უნაყოფო რჩება. კარგი ნიადაგი წარმოადგენს მათ, ვინც ისმენს სიტყვას, ესმის და ნაყოფს იძლევა. ეს იგავი გადამწყვეტია, რადგან ისაჩვენებს, რომ ყველა, ვინც სახარებას ისმენს, არ გადარჩება. სიტყვის მხოლოდ გავლენა არ არის საკმარისი. ბევრი ისმენს, მაგრამ ცოტა თუ იღებს მას ჭეშმარიტად. ზოგი მაშინვე უარყოფს მას. სხვები კარგად იწყებენ, მაგრამ განსაცდელების დადგომისას ცდებიან. სხვები კი ცხოვრებისეულ ყურადღების გაფანტვას ფულს, წარმატებას, სიამოვნებას უშვებენ, რომ მათი რწმენა ჩაახშოს. გასაღები გულის მდგომარეობაა. იესო არ ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი განწირულია მაგარი ნიადაგისთვის. ის ამბობს, რომ ჩვენი გული მზად უნდა იყოს სიტყვის მისაღებად. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი სიხისტისგან, ზედაპირულობისგან და ყურადღების გაფანტვისგან. ნაყოფის გამოღება ავტომატურად არ ხდება. ეს მოითხოვს სიღრმეს, მოთმინებას და გულს, რომელიც სრულად არის მინდობილი ღმერთისადმი. ეს იგავი მოგვიწოდებს გამოვიკვლიოთ ჩვენი ცხოვრება. როგორი ნიადაგი ვართ? ჭეშმარიტად მივიღეთ სიტყვა გაგებითა და მორჩილებით? თუ დაუშვით, რომ ის წაგვართვეს, გახმეს განსაცდელებმა ან ჩაახშეს ამ ქვეყნიურმა საზრუნავმა. ჭეშმარიტი რწმენა მტკიცეა. ის ფესვს იდგამს, ღრმად იზრდება და ხანგრძლივ ნაყოფს იძლევა. გაკვეთილი ფხიზელი, მაგრამ აუცილებელიცაა, ბევრი მოისმენს, მაგრამ ცოტა გაუძლებს. ნუ დაკმაყოფილდებით ზედაპირული რწმენით. განივითარეთ თქვენი გული. ღრმად ჩაუღრმავდით სიტყვას და მიეცით ღმერთს საშუალება, გამოიღოს ნაყოფი, რომელიც მარადისობამდე გაგრძელდება. უძღები ძის იგავი. ღვთის სიყვარული გადაჭარბებული და დაუმსახურებელია. ლუკა 15:11-22. იესო მოგვითხრობს მამაზე, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს. უმცროსი ვაჟი ნაადრევად ითხოვს მემკვიდრეობის თავის წილს, ტოვებს სახლს და ყველაფერს ღრეობაში ხარჯავს. სიღარიბეში აღმოჩენილი ღორების კვება და შიმშილით სიკვდილის შემდეგ ის გონს მოდის და სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს იმ იმედით, რომ დაქირავებულ მუშად მაინც მიიღებენ. მაგრამ სანამ ის ჯერ კიდევ შორს არის, მამამისი ხედავს მას, გარბის მასთან, ეხუტება და სრულად აღადგენს მას, როგორც შვილს. მამა ნადიმს მართავს და ამბობს, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა და კარგული იყო და იპოვეს. ამასობაში უფროსი ვაჟი, რომელიც ერთგულად დარჩა სახლში, გაბრაზებულია. ის უარს ამბობს ზეიმში მონაწილეობაზე და წუწუნებს, რომ ერთგულად ემსახურებოდა მამას, მაგრამ არასდროს მიუღია ასეთი პატივი. მამა პასუხობს, შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ჩვენთვის შესაფერისი იყო სიხარული და მხიარულება, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა და კარგული იყო და გამოჩნდა. ეს იგავი, ისევე როგორც სხვა ღვთის გულს ავლენს. ის გვიჩვენებს, რომ ღვთის სიყვარული არ იმსახურება კარგი საქციელით ან არ იკარგება ცუდი საქციელით. უმცროსი ვაჟი წარმოადგენს ცოდვილებს, რომლებიც შორს დაშორდნენ ღმერთს, მაგრამ რომლებსაც მონანიების შემდეგ ღია ხელებით უბრუნდებიან. უფროსი ვაჟი წარმოადგენს თავდაჯერებულ რელიგიურ ადამიანებს, რომლებიც ღმერთს მოვალეობის გამო ემსახურებიან და არა სიყვარულით და სხვების მიმართ გამოვლენილ მადლს სიზღით ეპყრობიან. მამის პასუხი ორივე ვაჟის მიმართ სასწაულოა. უმცროს ვაჟს ის სთავაზობს აღდგენას და ზეიმს, აჩვენებს, რომ არც ერთი ცოდვა არ არის ძალიან დიდი ღვთის მიტევებისთვის. უფროს ვაჟს ის სთავაზობს ნდობას და მოწვევას, აჩვენებს, რომ ერთგულება არ იგნორირებულია და არც კეთილგანწყობას იმსახურებს. მადლი ყველას უსასყიდლოდ ეძლევა. ეს იგავი მოუწოდებს ცოდვილებს მონანიებისკენ და არწმუნებს მათ, რომ ღმერთი მათ ღია ხელებით ელოდება. ის ასევე გამოწვევას უქმნის მათ, ვინც ფიქრობს, რომ ღვთის მოწონება დაიმსახურა თავისი საქმეებით. უფროსი ვაჟის სიმწარე ავლენს გულს, რომელსაც არასდროს ესმოდა მადლი. ის მამას ემსახურებოდა, მაგრამ არ უყვარდა. გაკვეთილი ღრმაა, ღვთის სიყვარული დაუძლებელია. ის არ ელოდება ჩვენს გაუმჯობესებას, სანამ მიგვიღებს. ის გარბის ჩვენს შესახვედრად, სანამ ჯერ კიდევ შორს ვართ. მაგრამ ჩვენ უნდა მოვიდეთ. ჩვენ უნდა მოვინანიოთ. და როგორც კი მამის სახლში ვიქნებით, არ უნდა ვიწუწუნოთ იმ მადლის გამო, რომელსაც ის სხვებს ავლენს. ჭეშმარიტი სიყვარული ხარობს, როდესაც დაკარგულებს პოულობენ. დაუნდობელი ქვრივის იგავი.
სამართალი მოვა მათთვის, ვინც ტირის. ლუკა 18:1-8. იესო მოგვითხრობს იგავს ქვრივზე, რომელიც არაერთხელ მიდიოდა უსამართლო მსაჯულთან და სამართალს ითხოვდა თავისი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მსაჯულმა, რომელსაც არ ეშინოდა ღვთისა და არ აინტერესებდა ადამიანები, თავდაპირველად უარი თქვა, მაგრამ ქალის დაჟინებული თხოვნის გამო საბოლოოდ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და თქვა, მაგრამ რადგან ეს ქვრივი მაწუხებს, მე შურს ვიძიებ მის მიმართ, რათა აღარ მოვიდეს და აღარ შემაწუხოს. შემდეგ იესო კონტრასტს აკეთებს. თუ უსამართლო მსაჯულიც კი უპასუხებს დაჟინებულ თხოვნას, მით უმეტეს, ღმერთი, რომელიც მართალი და თანამგრძნობია, აღადგენს სამართალს თავისი ხალხისთვის, რომლებიც დღე და ღამე ღაღადებენ მას. იესო ამთავრებს კითხვით, მაგრამ როცა კაცის ძე მოვა, პოვებს კი რწმენას დედამიწაზე? ეს იგავი ორ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. პირველი, ლოცვაში დაჟინებული თხოვნა აუცილებელია. ქვრივი არ ნებდებოდა. მაშინაც კი, როცა ყველაფერი უიმედო ჩანდა, ის განუწყვეტლივ მოდიოდა, განუწყვეტლივ ითხოვდა და სჯეროდა, რომ სამართალი გაიმარჯვებდა. იესო მოგვიწოდებს იგივე შეუპოვრობისკენ, არა იმიტომ, რომ ღმერთი არ სურს, არამედ იმიტომ, რომ შეუპოვრობა ჩვენი რწმენის სიღრმეს ავლენს. მეორეც, ეს იგავი გვარწმუნებს, რომ ღმერთი აღადგენს სამართლიანობას. ის ისმენს თავისი ხალხის ძახილს. ის ხედავს ყოველ უსამართლობას, ყოველ ბოროტებას, ყოველ ცრემლს და იმოქმედებს თავის იდეალურ დროს. და ბოლოს, იესო კითხულობს, როდესაც ის მოვა, იპოვის კი რწმენას დედამიწაზე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იპოვის კი ადამიანებს, რომლებიც კვლავ ლოცულობენ, კვლავ სწამთ, კვლავ ითხოვენ მის ჩარევას. ბევრი მორწმუნე ძალიან ადრე ნებდება. ისინი ერთხელ ან ორჯერ ლოცულობენ, კისიერ პასუხს ვერ ხედავენ და ასკვნიან, რომ ღმერთი არ უსმენს. ღვთის სამართლიანობა გარდაუვალია, მაგრამ ის მოითხოვს რწმენას, რომელიც გამძლეა. ნუ დაიღლებით ლოცვაში. ნუ დაიდარდებით, როდესაც პასუხი დაგვიანებულია. ღმერთი გაამართლებს თავის ხალხს. ის იმოქმედებს. და როდესაც ის ამას გააკეთებს, ისინი, ვინც რწმენაში შეუპოვრობით დარჩნენ, დაინახავენ მის ძლიერ ხელს მოქმედებაში.